ეს გაუქმება, ასე ქვია, გიორგი კეკელიძის ახალ წიგნს, რომელიც რამოდენიმე დღის წინ დაიბეჭდა. წიგნი ონკოპაციენტებს ეძღვნება ყველას, ვისაც გავლილი აქვს, ან ახლად დგას ურთულეს სიმსივნესთან ბრძოლის გზაზე. სამედიცინო ლიტერატურისგან განსხვავებით, კეკელიძე ონკოდაავადების ადამიანური ძალით დამარცხებასა და მასთან ბრძოლის მენტალურ სიძლიერეზე წერს. ახალი ლიტერატურული ტექსტით ლიზა მოსიძე დაინტერესდა ონკოპაციენტების ისტორიებსაც მისგან და მისი სტუმრებისგან მოვისმენთ. ლიზა, მოგესალმებით. მოგესალმებით პირველ რიგში, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ონკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლის პირისპირ დარჩენილი ადამიანები, ამბები, რომლებიც მუდამ გვესმის, მაგრამ მხოლოდ განვიხილავთ. საუბრობთ, მაგრამ არასაკმარისად. სიკვდილის დამარცხება, ასე ქვია გიორგი კეკელიძის ახალ ნამუშევარს, რომელიც ერთი ადამიანის რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებელი, თუმცა წიგნის მიზანი ამ ისტორიის გამოცდილების საზოგადოებისთვის გაზიარებაა. წიგნში საუბარია იმ სოციალურ, ფსიქოლოგიურ და სისტემურ გამოწვევებზე, რომლითაც პაციენტები და მათი ახლობლები ონკოლოგიური დაავადებების პირისპირ აღმოჩენის შემდეგ ყოველდღიურად ხვდებიან ხოლმე. მაშინ თავმოყრილია ფაქტები, დაკვირვებები და ის სათქმელი, რომელსაც როგორც წესი ონკოპაციენტებისგან საჯაროდ იშვიათად ვისმენთ ხოლმე. წიგნის კონტექსტზე, მის მიზნებსა და იმ გავლენაზე, რომელიც ამ ტიპის ლიტერატურას საზოგადოებრივ ცნობიერებაში შეუძლია მოახდინოს, თავად ავტორისგან უფრო მეც გავიგებთ და ასევე წიგნის მთავარი გმირია ჩვენთან ერთად არსენ გვენეტაძე, გიორგი კეკელიძე, რომელიც იდეაში თქვენი იდეის გარშემო შეიქმნა, ხო, ეს წიგნი და ძალიან საინტერესოა, რომ გადაწყვიტეთ გარდა იმისა, რომ ამ თემებზე საჯაროდ ისაუბროთ ხშირად, ახლა უკვე წიგნშიც იყოს ეს ამბავი მოყოლილი იმისთვის, რომ უფრო მეტ ადამიანს ჰქონდეს შემდგომში мотиваცია. პირველ რიგში გიორგი, როგორი იყო წერა ამ თემაზე? პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა შესაძლებლობისთვის, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ თქვენს ეთერს უთმობთ მხატვრულ ლიტერატურას ერთი მხრივ და მეორე მხრივ ლიტერატურას, რომელიც ამგვარ ჩემი აზრით უკიდურესად მნიშვნელოვან და საშურ თემას ეხება. გათვალისწინებით იმ მოცემულობისა, რომ სტატისტიკა მაინც და მაინც სახარბიელო ქვეყანაში ამ მიმართულებით არ გვაქვს. ცხადი ეს არ არის სამედიცინო ლიტერატურა, კლასიკური აზრით არც დოკუმენტური ლიტერატურა, მიუხედავად იმისა, რომ დიდწილად დაფუძნებულია ნამდვილ ამბავზე და ამ ნამდვილი ამბის პროტაგონისტი ჩემს გვერდით ზის ბატონი არსენ გვენეტაძე, რომლის ისტორიაც გახდა გარკვეულწილად შთამაგონებელი ამ წიგნის შექმნისა და ბუნებრივია, რომ მე როგორც მხატვრულ ლიტერატურას ახასიათებს, მას გარკვეული განშტოებები შეექმნა, მათ შორის სხვა დანარჩენ ონკოპაციენტებთან ურთიერთობისას, რომლებმაც სხვა ტიპის გამოცდილება გამიზიარეს და შესაბამისად აქ შეიძლება რაღაც ნიუანსები იყოს მცირედით შეცვლილი და ინტერპრეტირებული. მხატვრული წიგნია და ცხადია რაღაც ტიპის თქვათ მხატვრული თამაშები მისთვის შესაბამისია და არაუცხო. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ძალიან ბევრ ალუზიასთან და დაკვირვებასთან გვაქვს საქმე, რომელიც მათ შორის მეც მიკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ მე ეს გამოცდილება არ მქონია, თან ნებისმიერი ადამიანის ნაწილი შეიძლება გახდეს ეს ხვალთუზეგ. რეალურად სიკვდილთან ურთიერთობა და მასზე დაკვირვება ყველა ადამიანის ნაწილია და მათ შორის ჩემიც. საინტერესოა, თუ ქონია გადაკვეთან გამოცდილება ამ თემებზე წერის. ერთია იყო ემპათიური და იზიარებდე, იაზრებდე პასუხისმგებლობას ამ საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა როგორც წერლისთვის, როგორი იყო ეს სამუშაო პროცესი, თუნდაც იმ ისტორიების გროვება, რასაც მოიცავს აი ონკოპაციენტთან ინტერვიუები. ძირითადად ეს წიგნი რეალურად ერთი კაცის ისტორია არის, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს მცირე პრეისტორიებსაც ბატონი არსენის ოჯახის და შესაბამისად ძირითადი ინტერვიუ მიმდინარეობდა ბატონ არსენთან და რეალურად ეს გულისხმობდა თითქმის ყოველდღიურ ჩართულობას, ჩვეულებრივ შეხვედრებსაც, ონლაინ ჩართვებსაც და ასე შემდეგ და მასალა იყო ძალიან დიდი, ბუნებრივია და ცხადია მათგან ნაწილი გამოიხშირა. რაც შეეხება სხვა დანარჩენებთან ურთიერთობას, ცხადია ეს უკიდურესად ფრთხილი და მნიშვნელოვანი ამბავია, იმიტომ რომ რეალურად ეს ადამიანები აბსოლუტურად სხვა მოცემულობიდან უყურებენ სიცოცხლეს.
მათ აქვთ უდიდესი გამოწვევა, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს განსაზღვრულ დროში სიცოცხლისთვის ბრძოლას და სიკვდილის დამარცხების აუცილებლობას. დანარჩენი ადამიანების ყველანი სიკვდილის შვილები ვართ, რა თქმა უნდა. სიკვდილის შვილები ვართ და ვიცით რომ ეს ადრე თუ გვიან მოხდება, მაგრამ მათთვის თითქოს რაღაც დედლაინია მონიშნული, რომელიც უნდა გაარღვიონ და გააუქმონ. და რეალურად ისინი ჩემთან ერთად გარკვეულწილად თუ შეიძლება ასე ითქვას, აანალიზებდნენ ამას და იბრძოდნენ და მე ძალიან მიხარია, რომ თვითონ აი ამ წიგნის სიმბოლური მხარდამჭერი არის არაერთი ჯგუფი იმ პაციენტთა თქვა თუ შეიძლება ასე ითქვას კომუნიტისა, რომელიც ონკოლოგიურ დაავადებებს ებრძვიან. მოგეხსენებათ, რომ ამ მიმართულებით საქართველოში რამდენიმე ესეთი აქტიური ჯგუფი არსებობს და არსებობს სხვა ტიპის გამოწვევებით. რა თქმა უნდა, ეს არ არის ამ მოცემულობის წიგნი, მაგრამ შეიძლება ამ წიგნმა მათ შორის ირიბად აღძრას თქვათ რეალურად სხვა ტიპის საკითხებზე დაკვირვების სურვილი. მათ შორის რამდენად არის თქვათ ცნობიერება ამაღლებული ამ თვალსაზრისით, ხო, სამედიცინო მიმართულებით, რამდენად ჩართულია სახელმწიფო მათ შორის გარკვეული პროგრამების მიმართულებით და ასე შემდეგ და შემდეგ. ბევრი კრიტიკული ამბავი შეიძლება პარალელურად მივიდეს. ლიტერატურას რამდენად დიდი გავლენა შეიძლება ქონდეს საზოგადოებაში ამ თემების ირგვლივ ცნობიერების ამაღლების შესახებ. მართლაც უნიშნელოვანესი ნაწილია და ამ წიგნის წარმატებასაც დარწმუნებული ვარ, ეს ნაწილიც განაპირობებს. თუმცა ბატონო არსენ, როდესაც საკუთარ პირად ისტორიას საჯაროდ აზიარებ, ალბათ ამასაც თავიდან გამბედაობა და სიძლიერე სჭირდება. ხო, შესავალშიც ვახსენეთ, რომ ხშირად ასეთ ადამიანებს არ ყოფნით სიძლიერე ამაზე ისაუბრონ და პირიქით გახდნენ სხვა ადამიანისთვის მაგალითი და мотиваცია. თქვენი ისტორია ალბათ მაყურებელმაც იცის, თუმცა მაინც თუ იქნება შესაძლებელი დღესაც კიდევ ერთხელ რომ გავუზიაროთ და როგორ აღმოჩნდით ამ წიგნის მთავარ გმირად. პირველ რიგში ბევრი მადლობა. ძალიან მიყვარს ონისესთან და ნინოსთან ყოფნა და ახლა თქვენ ლიზი პირადად ბევრი მადლობა წიგნის პრეზენტაციისას ეს აზრი რო გამოთქვით. ახლა მე ბევრს არ ვისაუბრებ, ცნობილია ჩემი გაუჩერებლობა და ამიტომ სამ პუნქტად დავყო. პირველი, ნახეთ, თქვენ რომ საუბრობდით, მე გამახსენდა 15 წლის უკან 2010 წლის გაზაფხული, როდესაც ახალ კიბო გადატანილი ჯერ სამსახურშიც არ ვიყავი გასული, მაშინდელ პირველ არხზე საზოგადოებრივ რომ არის, მიმიწვიეს და სულ არ იცოდნენ ჩემი დაავადების გადატანის შესახებ და პირდაპირ ეთერი იყო და მე პირდაპირ განვაცხადე რომ კიბო გადავიტანეთო, კიბოს ოპერაცია გავიკეთესთო და ნუ სახეზეც ახლა მეტყობოდა და ოპერატორთა და სხვა სახეები არ დამავიწყდება ეხლაც ეს ჟრუანდელი მივლის რომ გავედი კადრიდან მე ერთმა ასე თქვა სოლიდურმა ადამიანმა უთხრა იცითო ბატონო არცენო კიბოსო მაინცო ნუიტყვითო და მე ცოტა ასე თქვა ესეთი შემართებ რა თქვა აბა ბაბუა ჩემი ამბობდა გველს ნუ დაუძახებ უხსენებელი თქვიო ანუ ამითი გველი შეიცვლება მე ვთხარი მე მგონი დადგა დრო რომ კიბოს კიბო უწოდოთ და ეს შიში თვითონ ამ სიტყვისა და მასთან ურთიერთობის ეს იყო 15 წლის უკან ახლა 15 წელი ამ ჩვენს ეპოქაში ეს მთელი პრაქტიკულად შეიძლება ითქვას ბჭყალებში საუკუნეა. ამდენად მას შემდეგ მე მუდმივად საუბრობდი ამაზე. ახლა პირველი ვიყავი, მე ვფიქრობ რომ ნამდვილად ვიცი ბევრი ადამიანისგან ვიყავი, რა მნიშვნელობა აქვს პირველი ვიყავი თუ მეორე. მაგრამ ეს მაშინ ჩავთვალე რომ ადამიანებისათვის ეს ფრაზა მაშინ არ ვიცოდი რომ როდესაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადამიანია შენ ცხოვრებაში ვინც თავის ცხოვრებას გიზიარებსო ხო ეხლა ჩემთან პაციენტებია თუ სხვა ეს მაშინ არ ვიცოდი მაგრამ ვთვლიდი რომ ამას როცა ვამბობდი იქედან ვიღაცა მხედავდა და ვიღაცისთვის ეს შესაძლო იმედი ყოფილიყო ტაბუსგან ესეთი არ ყოფილიყო ეს პირველი პუნქტი მეორე რაც შეეხება წიგნის ისტორიის და შექმნას გალერეაში მოიწვიე ჩემთან ბატონი გიორგი რომელთანაც ბევრი წელი მეგობრობდი ოღონდ შეიძლება ითქვას დისტანციაზე 1-2 მყავდა ფიზიკურად ნანახი დანარჩენი რაღაცას ვთხოვდი პანდემიის დროსაც ბედნიერების ჩუქების დროს დამითმობდა მას სახელმწიფო ბიბლიოთეკას და სხვა და გალერეაში როდესაც ათვალიერებდა ერთ მომენტში თქვა მაჩვენებს კოსმონავტიკის ჩემი ტრეინინგი რო ნახა ამიტომაც მე ეს გამოიტანა ასტრონავტის წიგნი უნდა დავწერო თუ ამ კიბოზე და ამ თქვენზეო და ხარ კი ბატონო რა ვიცი დავწერო თქვენო მზათა ხართო და
მაშინ თქვენობით საუბრობდით, დიახ, მე თქვენ მზათა ვარ და მას შემდეგ აღმოჩნდა რომ ბევრი დილა, თითქმის 3 თვეზე მეტი, დილა იწყებოდა ესე რომ ხვდებოდით იმ გალერეაში და 3-4 საათი ვმუშაობდით და მერე დაიწყო ყველაზე რთული ღამის 2 საათიდან 5 საათამდე წერს ძირითადად მაესტრო და ღამე მომწერდა იმ მესაფლავეს რა ერქვა, რა ვიცი, რა ერქვა მესაფლავეს მეუბნები და ღამე რო გაიღვიძებ და ისევ წახვალი იქ ხო, არა და მაშინაც ვეპასუხობდი. და ეს დღეები და ეს ღამეები უნდა გითხრათ რომ რთული იყო. მე ჯერ წიგნი წეღანაც მკითხა და წიგნი სულ 3-4 დღეა გამოვიდა და არ წამიკითხავს ის წაკითხული მაქვს თავ მეტი წილი, მაგრამ ვემზადები ამისთვის, იმიტომ რომ იქ ბევრი ისეთი რამ არის, რომელიც დღესაც კი განმაცდებინებს. ემოციურად შეიძლება, ხო. ბატონო არსენ, ნახეთ, თქვენ ამბობთ, რომ მე დავიწყე გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ ყველაფერზე მოყოლა ლაპარაკი, გამოგზაურება, ჩემი გადატანილი საოპერაციოდან სახში ხო, სახლიდან როცა გამოვედი ჯერ სამსახურში არ ვიყავი, პირდაპირ ტელევიზიაში გამოვედი. მაშინ როცა თქვენ უკვე იგრძენით რომ და იფიქრეთ და დაუშვით რომ თქვენ ეს დაამარცხეთ. დაიწყეთ მაშინ როდის უფრო რთულია ამაზე საუბარი, როცა პროცესი მიმდინარეობს ამ ვერაგი დაავადების თუ როცა უკვე ვამარცხებთ და მერე იოლად ვლაპარაკობთ. იმიტომ რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ადამიანებისთვის, ვისაც ახლა ეს მდგომარეობა აქვთ. გავიგეთ თქვენი კითხვა, კარგი კითხვა. დღეს მე ცხოვრობ სულ სხვა ორბიტაზე, აქ და ახლა, ამიტომ ამ წუთას გეტყვით რომ აქ და ახლა სადაც ვარ, თუმცა მაშინაც ფილმს ვიღებდი ჩვენ ჩემს სკოლაზე ტყიბულში, აი ამასინაც ყავდა ბატონი გიორგი, იქ ტყიბულში მისი რა ქვია, წიგნიერების ელჩად უნდა დანიშნო. კი ბატონო, მე ვთხარი, ბედნიერების ვარ ახლა მშვიდობის ელჩი შვედეთში დამაჯილდოებს, წიგნიერებისაც ვიქნები და მადლიერებისაც. ნახეთ, მაშინ წიგნის გადაღების მომენტში ვიღებდით დოკუმენტოფილს, სკოლა ცხოვრებისა ქვია. მაშინ დამემართა ეს კიბო და მკითხა ავტორმა, ჩემო მეგობარმა ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილმა, ესო რა ვქნათო, ფილმის გავაგრძელოთო და მე ვუთხარი, ფილმში არის კიდეც ეს მომენტი. შენ იღებ დოკუმენტალისტიკას. მე მზადა ვარ შემოვიდე ამ ღია ცხოვრებაში. და შენ გადაიღე თუ გადავჩები, მოუკვდები, პირდაპირ ესე უთხარი. ეს მე შენ გადაგიწყვიტე, გინდა თუ არა ის ბოლოში ფილმად გამოავლინო თუ არა. და ეს ყველაფერი, ყველა ჩემი გართულება, მათ შორის ოპერაციის და სხვა, გადაღებულია ამ ფილმში შეტანილია. ფილმში შეტანილია. ნახეთ, პასუხი არის ასეთი. ჩემი გაგებით ახლა და აქ მე რაც მაწუხებს. თუ მე მასზე ხვამაღლა ვლაპარაკობ, როგორც მინიმუმ მე უფრო თავისუფალი ვარ შინაგანად და მეტია ჩემი შესაძლებლობა გამარჯვებისა, გაუქმებისა სიკვდილის. ეხლა ძალიან მოკლედ ის მესამე პუნქტი უნდა ვთქვა. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მიმაჩნია. მესიჯი ადამიანების არ ვიცი რომელ კამერაშია, კი ბატონო, რომ წელიწადში ერთხელ ნებისმიერი ქალი, კაცი, ახალგაზრდა, ზელამაზი, თუ იმაზე კიდე ლამაზი და ჯანმრთელი წელიწადში ერთხელ კვლევები ქალებში ძირითადი ნაწილი ფარისებრის ძუძის და გინეკოლოგიის, მამაკაცში პროსტატის და ფარისებრის და ასევე წეველებში ფილტვების ეს არის პრევენცია. დღეს აღარ არსებობს კიბოზე განკურნებისათვის ყველაზე მარტივი დაავადებები ითვლება თუ მას მარტივად იპოვი და ასეთი 100-მდე მეტი პაციენტი მყავს პირადად მე და ჩემ კლინიკას გადარჩენილი, როგორ იცით, მოვიდა ახალგაზრდა ადამიანები წყვილი შვილის გასაჩენად და მე ვეუბნები რომ წინასწარ უნდა თქვენს სხეულში კვლევა ჩავატაროთ და ყოველ მესამეს კვანძი ფარისებში, ყოველ მეხუთეს კვანძი ძუძუში, აქედან შარშან 9 კიბო იყო, წელს უკვე 5-6 კიბოს შემთხვევა აღმოვაჩინეთ, მაგრამ სულ 2 თვე დასჭირდა რომ დაბრუნებულიყო ოპერაციიდან ისევ შვილის გასაჩენად. იმიტომ რომ ეს ყველაფერი დასაწყის მომენტშია ნაპოვნი. ამიტომაც ვზივარ მე აქ. ამიტომაც ვზივარ მე აქ რომ მე ყოველ წელიწადს ვიკეთებდი კოლონოსკოპიას და ერთ-ერთის დროს ვიპოვე წარმონაქმნი, რომელიც ექიმმა იპოვა წარმონაქმნი, რომელიც არ იყო ჯერ გავრცელებულ მეტასტაზირებული. და ბოლოს ნახეთ ძალიან
ისეთი რაღაცებს წერენ უცნობი ადამიანები, რომ ამ წიგნითო მწერალმა და თქვენო, ახლა მეც მომართავენ, რადგან ჩემი ცხოვრებაა მეტი წილი, ტყიბულიდან კოსმოსამდე გვამოგზაურეთო და ერთი ორმა ისიც კი მკითხა, კაცო, შენო ასე საუბრობდიო, იქ არის რაღაცა ზოგიერთი სიტყვები, მაგალითად ერთი კარგი სიტყვა ესეთი ბჭყალებში გოთვერანი მის დღეებში არ მიხმარია, ვეუბნები მაესტრო მითხრა, იქ ბებია ჩემი ისე არ ლაპარაკობ. ამას არ აქვს მნიშვნელობა. მწერალი არის მწერალი და მის ფანტაზიას მიყვება ცხოვრება და ადამიანებისათვის ეს უნდა იყოს სხვა რამ სიცოცხლის გავრცობა სიკვდილის გაუქმებით. დამარცხებით არა, მე დედად არ მიყვარს ეს სიტყვა დამარცხება, თელი ცხოვრება გვასწავლდნენ, გახსოვთ პიონერების დროს და მებრძოლები ვართ. ბატონებო, ებრძვი და გებრძვიან, ეფერები და გეფერებიან. ძალიან მარტივია. სიცოცხლე გახდა ბედნიერება, როცა ვისწავლე მისი ფერება. გიორგი, ამ შემთხვევაში მე ერთი სიურპრიზი მეკნება და всё. კითხვით, როცა გიჩნდება ინსპირაცია, ხო, რაღაცა აზრი, გონება ირთვება რაღაც მომენტში, როცა გწყვეტ, რომ უნდა დავწერო. აი, რა ემოცია იყო ამ შემთხვევაში, რა გაჩნდა ამ შემთხვევაში იმის საიმისოდ, რომ მე ავდექიდე დავწერო, მე უნდა დავწერო ამაზე და ამით ამას გავაკეთებ. ხო, ყოველთვის ჩვენ ესე ვფიქრობთ ხოლმე, როცა რაღაცებს ვაკეთებთ, ხო? აბსოლუტურად ეგრეა, ყველაფერს მეტნაკლებად მაინც პერსონალური გამოცდილება უძღვის წინ და ალბათ იშვიათად არსებობს ძალიან სამწუხაროდ ოჯახი, რომლის ირგვლივაც თუნდაც ერთ წევრს შეიძლება არა უშუალოდ ოჯახის, მაგრამ ნათესავს მაინც არ კონდეს მსგავსი გამოცდილება და ჩემს შემთხვევაში ეს იყო მამიდაჩემიც, მამაჩემიც და შესაბამისად თქვათ ეს განცდა ყოველთვის იყო ჩემი თამდევის ჩანს გულდღიურებშიც, სიკვდილზე დაკვირვება, მათ შორის სწრაფ თქვათ ავადმყოფობით გამოწვეულ სიკვდილზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო და ბუნებრივია რომ ესეც იყო ერთ-ერთი მოტივატორი, რომ მე რაღაცნაირად აი ბატონი არსენის მეოხებით გამიჩნდა შანსი, რომ ეს ყველაფერი მათ შორის ჩემი პერსონალური განცდებით, იმიტომ რომ ავტორი მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ის აბსოლუტურად სხვა ადამიანზე წერდეს, მაინც სუბიექტურია წიგნის წერის დროს. და ეს მხოლოდ ამ ნიუანსებს არ ეხება, ბუნებრივია იქ რა სიტყვას გამოვიყენებთ, არამედ განწყობებს და შიგთავს. თვითონ წიგნის თქვათ განზრახულობა ცხადია იყო დიდწილად ამ დაკვირვების გამომზეურება. თუმცა ტექსტი ავაგე ცოტა პოსტმოდერნულად და რაღაცნაირად მისი ფინალი ბევრ სავარაუდო თუ შეიძლება ასე ითქვას დასკვნას მოიცავს და მე თქვენი აზრიც მაინტერესებს, იმიტომ რომ რამდენიმე ადამიანმა გამიზიარა დასკვნა და ყველა მართალი იყო. შემიძლია გითხრათ და შესაბამისად ეს ჩემთვის დიდი გამარჯვება იქ ცოტა ოჰენრის გათამაშება არის ცოტა იუნგის სხვების და ამიტომ ძალიან მაინტერესებს ყველა ის ისტორია რომელსაც ჩვენ ამოვიცნობთ ამ წიგნიდან ისე გეტყვით 3 დღის წინ გამოვიდა გაყიდვაში წიგნი რომელიც უკვე ბესტსელერად არის მიჩნეული ერთი საღამო გეყოფათ ვისაც გაინტერესებთ როგორ შეიძლება შეხვდე ამ დიაგნოზს იმიტომ რომ ჩვენ არავინ არ ვართ ამისგან დაზღვეული როგორ შეიძლება ხარი დაუჭირო მათ ვისაც ყველაზე მეტად ჭირდება სოლიდარობა ამ რთულ გზაზე წიგნი რა არის თუ ამონარიც არ წავიკითხავ გიორგი შენთან შეუთანხმებლად ამოვარჩიე ამის თავისუფლება დავიტოვე უფრო უცნაური ისაა რომ ამავდროულად არაფერი შეცვლილა დგავარ იმავე ოთახში ვუყურებ იმავე ნივთებს ხალხი ისევ ისე საუბრობს ეზოში ქუჩაში მანქანები და ისევ ძველებური ხმაურით მიედინებიან მზეც ისევ ამოდის ჯერ ისევ ჩვეულებრივ ადამიანს ვგავარ ისევ ისე შემიძლია საუბარი სიარული ყავის დალევა და სიცილით მაგრამ ვიღაც სხვა ცხოვრობს ჩემში ვიღაც ვინც არ მეკითხება რამდენ ხანს დარჩება ზრდილობიანად ლაპარაკი მასთან არ ჭრის არც კარის გაღება და გასასვლელის მითითება არა და იმერელი კაცი ვარ როგორ გინდა სტუმარს პანღური ამოკრა და გააგდო რამდენი დაგჭა 1 წელი 3 იქნებ 5 თვე ეს კითხვები ვისაც ამოძრავებს პირველ რიგში ძალიან დიდი მხარდაჭერა ჭირდება ეს პლატფორმაც ეს გადაცემაც ეს გუნდიც ამას ვემსახურებით და როგორ ამოიხვნეშეთ ძალიან შეეხო თქვენს გამოცდილებას ეს ფრაზა როდესაც
პირველად მითხრეს ოპერაციის წინ კიბოზე უკვე მივდიოდი და გაიკეთეთო კომპიუტერული კვლევა, რომ ფილტვებში ხომ არაფერია და გარეგნულად ძალიან კარგად ვიყავი და აც განსვენებული სანდრო ვახტანგოვი ჩემი ძმაკაც სახში არ მithქვია რომ მივდივარ გასაკეთებლად მე თქვა მე წამოყვებიო და ვფიქრობდი იმ ღამეს რომ სკოლით ვიყავი მაშინ აი კარცერლუქსით ტყიბულში შთაგონებული სადაც დავდიოდი და ვფიქრე მინიმუმ 1 წელი მაინც მექნება რაც არ უნდა მქონდეს იმიტომ რომ თავს ჯანმრთელად ვზრობ ახლა ექიმი ვარ ზოგადად ვიცი და დავფიქრდი ამ 1 წელში რამდენს გავაკეთებ იქ იმ ბიბლიოთეკაში ალბათ გონებას ამ რაღაცაზე უნდა და აზრიც გადატანა და ის 1 წელი რო თქვით მე მოყოლი მაგესა და ნახეთ ეხლაც გამიარა და ეხლაც მუდმივად ვდგავარ ჩემისთან ადამიანები მივთხოვოთ იმ სამწუთას კი არა მაქვს მაგრამ არა მაქვს ნახევარი ორგანოები და მუდმივ კვლევაზე როდესაც მიდიხარ სულ ფიქრობ რომ რაც გეტყვიან დღეს რამდენი იქნება დრო და ამასთან თანაცხოვრებას კარგად სწავლობ მე დღეს ვამბობ რო ყველაფერი იგივე მქონდეს მითხავს ვინმე მოღოთ კიბოს არ გადაიტანო ცალსახად დაფიქრების გარეშე ბევრჯერ მithქვამს პასუხისმგებლობით ვამბობ უარს არა ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რამაც ჩემი ცხოვრების წესი მათ შორის ბედნიერების წელში როდესაც მიწოდეს რა ბევრი წელი 6 წლის უკან ვფიქრობ მე ის ვერ გავხდებოდი შინაგანად წუთის და წამის ფასი რომ არ მწოდნოდა და ამიტომ რადგან წამის ფასი ვიცი ჩავაგდებ ახლა სიურპრიზი რომელიც გზაში მომივიდა მაესტრომაც არის ის ჯერ ეს ჩემი გლობუსია რომელსაც სულ ვატარებ და აქ არის ყველა კონტინენტზე ჩვენს მიერ გაჩენილი სიცოცხლეების რაოდენობა 7888 იყო წინა 4 შაბათს ჩემი კლინიკის და ჩემი გუნდის წიგნები ჩემი ძეგლები რომლებიც საერთო ჯამში 5-ვე კონტინენტზე ეიფელის კოშკის სიმაღლეს გასცდა ბედნიერების საერთაშორისოები და ასე შემდეგ ჩემს მიერ დაწერილი სხვა წიგნები მაგრამ ახლა მივიღე ასეთი გზაში ასეთი ფიქრი რომ ყველა კონტინენტზე ამ წიგნის გავრცელებას პირადად მე მასთან ერთად მიზნად ვისახავ ეხლა ევროპა არ უჭირს დარბის ამერიკა არ არის ძნელი აფრიკაშიც უკვე აზია და ავსტრალიაში მე ვიღებ ჩემ თავზე და უფრო მეტიც 62 რეგიონი იყო საქართველოს როდესაც მე ხელმძღვანელობდი რეპროდუქციულ გამოკვლევების სისტემას და 62-ვე რეგიონში სანამ არ იქნება ეს წიგნი მე არ მოვისვენებ რატომ იმიტომ რომ ერთ ადამიანსაც კი რომ მისცეს თანაგრძნობა არა მარტო იმედი თანაგრძნობა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის და თანაცხოვრება შეისწავლოს თავის თავში ნებისმიერ პრობლემასთან, მათ შორის კიბოსთანაც, რადგანაც ვამთავრებ. დიდი ხანია კარგად ვიხვდი და ნახატიც მიუძღვენი ამას. მნიშვნელოვანია არა სიცოცხლე ვამდიდრო დღეებით, ანუ ბევრი ვიცოცხლო, არამედ სიცოცხლით ვამდიდრო დღეები. ადლობა. ადმარსენ, აი სანამ ეს წიგნი გინდათ მიაწვინოთ ყველას, იმისთვის რომ ჩვენ ისევ მხარდაჭერაზე ვსაუბრობთ. თქვენ როგორც ონკოპაციენტზე ყველას დიდი მხარდაჭერა ადამიანებისგან რა გჭირდებოდათ რა მიგიღიათ მოკითხვა რა კარგი რამ მითხარით ყველაზე დიდი იყო ალბათ ის რომ ჩემი მეუღლე თათია საბახტარაშვილი თავთან იმ ფილმშიც არის თავთან იმიჯდა და როდესაც მე უძლური წევარ და ეს ხშირად ეს კადრები მახსენებს კოვზით გაჭმევს ოჯახი პირველ ოპერაციაზე საერთოდ ჩემს ოჯახს არ შევატყობიე მე და თათია ვიყავით მე უკვე ნუ ისინი ჩაერთვენ მაგრამ ძირითადად ეს იყო ჩემი მეუღლე მისი ოჯახი ჩემიც რაც შეძლო პირიქით ვცდილობდი რაც შეიძლება ნაკლებად ადამიანებთან მქონოდა ამიტომ რომ ძალიან რთულია როდესაც ხედავ გართულების მერე ბოლოს წინა ოპერაციის მერე პირდაპირ თვალებში ვუყურებდი სიკვდილის გაუვალობა წავიდა და პროფესორ დავით აბულაძე ჩემი სტუდენტობის მეგობარი ვინც ბოლოს გონჯელაშვილთან და მერაბთან ერთად საერთო ჯამში გადამარჩინეს წლების მერე მეტყვის არ ვიცი აქ შესულია თუ არა მეტყვის სუფრასთან მეუღლებით როზივართ არსენ რომ გიყურებ რომ ცოცხალი ხარ ახლაც მიკვირსო მე ოპერაციიდან რომ გამოვედით ჩვენი გუნდი ბოლო ოპერაციაზე ლაპარაკი მე არ მეგონა თუ შენ გადარჩებოდიო და ნახეთ ამას წლების მერეც რომ გეუბნებიან კიდევ უფრო მძიმედ ხედავ ამ ყველაფერს და ადამიანების მხარდაჭერიდან უმნიშვნელოვანესია მაგრამ შენი ოჯახის წევრები არის ალბათ ის რომელსაც ფასს ვერ შეუქმნი ვერ განივთებ სიტყვადაც ვერ ამოთქვა ასე რომ მადლობა. ხშირად არის ხოლმე რომ ასეთ ადამიანების მიმართ უფრო სიბრალური უჩნდებათ და
არ არიან პირიქით იმის მაგრამ мотиваცია მისცენ. აი ეს კონტექსტი ალბათ ძალიან დამთრგუნველია, ხო, როცა ძალიან მაგარი რამე მითხარით ლიზი. მე მაქვს ორი ნახატი დიპტიხი, ერთ საწერია შესაძოდაო, მეორე საწერია თანაგრძნობა, ემპათია. და სხვათა შორის ემპათიის შუქურები, სხვათა შორის ჩვენი შეხვედრის მიზანი ისიც იყო, მე ემპათიის შუქურა, რომელიც დედამიწაზე ბევრ კონტინენტზე დავდგი 2 მეტრზე მეტია, რომ ვაჩუქე ბატონ გიორგის, იმის მერე მოხდა ჩვენი შეხვედრა და ნახეთ, ემპათია არის თანაბარ უფლებოვნად ადამიანის ცნობა. როგორც არ უნდა იყოს ინტელექტით, მატერიალურად და სხვა. შესაძოდაო სინამდვილეში არის არა თანაგრძნობა, არამედ ფსიქოლოგები ამბობენ. შენ გიხარია რომ შენ თლათ ისე უბედურად არ ახარ. ეს არ არის თანაგრძნობა. რა გითხრათ, ეს სხვა თემაა, მაგრამ მნიშვნელოვანია ის რომ როგორი ხარ შენ ხედავ სამყაროს და სამყარო ჩემთვის არის ის, რაც მე ჩემი ინტელექტით, შესაძლებლობით, ემოციის მართვით, ჩვენ ემოციური ინტელექტზე საუბრობდით, ის განსაზღვრავს ცხოვრების წესს. როგორი ხარ შენ თუ როგორ გიჭირავს თავი? ამ გზაზე. ესეც ხო განაპირობებს არა გარემო. რა კარგ რამეებს მეუბნები, თელ დღე ვისაუბრებდი თქვენთან. ნახეთ, ჩემს გალერეაში, როდესაც თქვენ მოხვალთ, ბატონი ინსე იყო, ერთ-ერთი არის წერია 2021 წლის 27 დეკემბერი ბერლინიდან მაქვს ეს ინტერვიუ. გავბედე და გავხდი ის ვინც ვარ. როგორიც ვარ, ისე რომ მიჭირავს თავი, ეს არის თავისუფლების უკიდეგანო ორბიტა ჩემი და მაშინ არის ჩემი სიცოცხლე ჩემთვის სასიამოვნოც, საინტერესოც, გამოწვევებიც, წარმატებებიც და წარუმატებლობებიც. ძალიან კონკრეტულად გითხავთ. მე რომ ონკოპაციენტის ახლობელი ვარ. დიახ. რო შემტკივა მასზე გული და ყოველ დღე დილა საღამოს მინდა რომ მოვიკითხო. ეს საკმარისია მხარდაჭერისთვის. რა არის კიდევ რა ჭირდება ონკოპაციენტს მეტი სოლიდარობისთვის არ ვიცი გავიზიარო რომ ის ნამდვილად ცუდად არის ვთქვათ ამ თერაპიის შემდეგ ან ოპერაციის შემდეგ თუ სულ მოუწოდო აი რას ვაწყდებით ჩვენ სოციალურ ქსელში ხშირად მოუწოდებენ რომ გაიმარჯვებ აუცილებლად კარგად იქნება აი ნახავ ჩვენ ერთად აღვნიშნავთ როგორ დაამარცხებ კიბოს იცით ეგ ძალიან სენსიტიურია და ძალიან მადლობა მინდა ძალიან დიდი და ბევრი გითხრათ მოკლედ გეტყვით პასუხს ზოგჯერ ვიღაცებს მოსწონთ თუნდაც ის მტკნარი, ტკბილი ტყუილი, რომ აუცილებლად კაცო აბარა, ვიღაცებს სხვანაირად ჩემი ტიპის ადამიანები ფიქრობენ, მე ყოველ შემთხვევაში ასე ვფიქრობ, ისინი რაც ფიქრობენ, მათიციან. ადამიანს აქ და ახლა მისცე ის სიტყვა და ის მხარდაჭერა, რაც შენ შეგიძლია, ეს იქნება ემოციური, მატერიალური, გონებრივი, არც ზედმეტად შეაწუხო და არც ერთმა კარგმა ჭკვიანმა ადამიანმა ბევრი წლის უკან დაწერა, როდესაც მძიმე მდგომარეობაში ხარ და ყველა გეუბნება, არა კაცო, აგი უნდა დაივიწყო, ეს კიდევ უფრო გამწარებსო, მე კარგად მახსოვს ეს სიტყვები. არ არის ეს დახმარება და ემპათია არის, როდესაც ეკითხები, რა შემიძლია გავაკეთო შენთვის და თანაცხოვრება კიდე გეუბნებით არა ხარისხია არა სიცოცხლის ხანგრძლივობაა მნიშვნელოვანი არამედ ხარისხი და როდესაც თქვათ მე არსენ გვერდაძეს დარჩენილი მაქვს ერთი ადლი სიცოცხლე ბჭყალებში არსენას არშინიდან ავიღოთ მე იმ სიცოცხლის ხარისხოვნად გატარება მირჩევნია თუ ყოველ წუთას ვიღაცა მიწახავს შესაძოდაო კიბო რო გაქვს რაცოდვა ხარ საცოდაობა სხვა რამ არის და კიბოს დამართება სხვა რამ არის ახლა აღარ გავალ იქეთ რომ თქვათ ადამიანის რომელი უფრო მაგარია როდესაც ინტელექტით სარიელია და ყველაფერი მარტივია თუ ინტელექტუალური ადამიანი რომელიც ყველაფერს განიცდის ალბათ სადღაც ოქროშუალედი შუაშია როდესაც ემოციური ინტელექტს კარგად მართავს თავარი გმირი კი ბატონი არსენია მაგრამ მე ვიცი რომ გიორგი შენ ამ წიგნისთვის რომელსაც სიკვდილის გაუქმება ქვია შევახსენოთ მაყურებელს ეს სულ რამდენიმე დღეა გამოვიდა წიგნის მაღაზიებში შენ ვიცი რომ დაეყრდენი სხვა ონკოპაციენტების გამოცდილებასაც აი რამ შეგზარა ყველაზე მეტად იცით რა მთავარი არის რეალურად ის რომ ამ ადამიანების ნაწილს აქვს განცდა მათ შორის სოციალურად დაუცველობისაც ეს მნიშვნელოვანი ნაწილი იმიტომ რომ ჩვენ ვერ გამოურიცხავთ ამ ამბავს ისინი ძალიან ბევრ რამეს აპროტესტებენ ძალიან ბევრი მიმართულებით არიან ჩართული ადვოკატირებაში და აქ მრავალმხრივი პრობლემები გვაქვს ჩვენ ხო სამედიცინო სექტორისაც და შემდეგ და პლუს რა თქმა უნდა ის რაზეც ბატონი არსენი საუბრობდა რომ ცნობიერების ამაღლება
კონფერენციის მიმართულებით მნიშვნელოვანია, მაგრამ არის ხალხი, ვისაც უკვე გარკვეულწილად თქვათ ესენი შეხვდა და ისინი სხვა ტიპის მხარდაჭერას საჭიროებენ, მათ შორის რეგიონებში და ასე შემდეგ, ძალიან რთულია. მე მაგალითად ამას წინ შემხვდა ერთი ადამიანი, რომელიც სოფელ ნატან სოციალურად ძალიან შეჭირებული სოფელ ნატანებიდან დადიოდა ქობულეთში ქიმიოთერაპიაზე სამარშრუტო თქვათ ტაქსით თუ მანქანით და რეალურად ის პროცესი კიდე დამატებითი წამება იყო მისთვის და კი პლუს ამას ემატება სტიგმატიზაცია რა თქმა უნდა ამ ადამიანის რო უიკიბოიანი ამოვიდა და ასე შემდეგ რეალურად მრავალმხრივ ტანჯვას გაქვს და ჩვენი განზრახულობა ერთ-ერთი მათ შორის აი ამ ადამიანებთან დიალოგისას ხო აქ ცოტათი ამ ადამიანების მონათხრობმა თვითონ ბატონი არსენის სამედიცინო ისტორიის პროტოკოლი ოდნავ შეცვალა. სხვა ტიპის თქვათ მოცემულობებით შემოვიტანე რა თვითონ ბატონ არსენს არ გაუვლია ამ შემთხვევაში, ხო? რეალურად დამარწმუნა რომ ამ წიგნს ცოტათი მაინც რა თქმა უნდა თუნდაც ამგვარი დიალოგების მეშვეობით და შეიძლება არა მაინდა-მაინც ტექსტის გამოისობით შეუძლია ეს საქმე. ბატონმა არსენმა აღნიშნა საზღვარგარეთი და მე მინდა ვთქვა რომ ეს წიგნი უკვე ითარგმნა ინგლისურად ფანტასტიკურმა მთარგმნელმა მაია ყიასაშვილმა თარგმნა ის ჩვენი პროდიუსერის თამარ ბაგრატიას დახმარებით და ჩვენ ხა ძალიან ისეთი დიდი და სერიოზული მოლაპარაკებები გვაქვს სოფლიოს წამყვან გამომცემლებთან საქართველოში ეს წიგნი გამოსცა გამომცემლობა პალიტრა ელმა და მე ძალიან მიხარია რომ მართლა ძალიან დიდი ინტერესი აქვს უკვე და დარწმუნებული ვარ რომ ეს ინტერესი გაიზარდა. ამიტომ ყველაზე მეტად ის ბოლო ნაწილი მაინტერესებს ბუნდოვანი. აი მე თქვენთვის მოვიტანეთ ახლა ეს წიგნები ყველასთვის საჩუქრად და მე მაინტერესებს სათითაოდ თქვენი ვერსიები რომელსაც და ეს კითხვა არის, კითხვა სტოვებ მკითხველისთვის თუ კითხვა რჩება მკითხველისთვის რა ხდება. თან ცოტათი თქვათ რაღაცები გათამაშებული არის სოფლიო ლიტერატურაში. საინტერესო თვითონ კონსტრუქცია როგორია, ამასაც შევეხოთ ორი სიტყვით, ან დამოუკიდებელი თავებისგან არის ეს არის არა, ეს არის სიუჟეტური ტექსტი, თუმცა ამგვარი ინტერმეცოებიც არის, როდესაც მონოლოგური გაქცევებია და რეალურად თქვათ გმირი ხან ბრუნდება ტყიბულში, ხან კოსმოსში ადის, ხან სიკვდილს აკვირდება, ხან სიზმრებს ნახულობს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, მე მაქვს ეს წიგნი აუცილებლად ერთგვარი თერაპია იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც ახლა ეს ყველაფერი აწუხებს. კი, მე უბრალოდ ერთი რაც მინდა დავამატო არის რომ რეალურად თქვათ სხვა შორის მეორე ამბავიც გავიგი ამას წინ, მაგრამ უკვე წიგნი დასრულებული იყო ამ წიგნის წერის დროს თქვათ გარდაიცვალა სხვა შორის ბიბლუსის გენერალური დირექტორი ირაკლი გაგნიძე გივე სენით. ეს წიგნი წერა დაწყებული მქონდა და მე მაინც გადავწყვიტე რომ სიმბოლურად ირაკლისაც მიძღვნოდა ეს წიგნი და იმ ადამიანებთან ერთად ვინც ახლა ებრძვის და დარწმუნებული ვარ რომ გაიმარჯვებს და მათ შორის იმ უხილავ გმირებთან ერთად რომელიც ამ წიგნში ჩართულია ეს არის ამ წიგნის ცოტა პოსტმოდერნული ნაწილიც ეს არის ოჰენლი, არნოლდ ვან გენეპი, ლუსიენ ლევი ბრიუელი, კარლ გუსტავ იუნგი და რეზო გაბრიელი სხვა შორის რომელიც ირიბი პერსონაჟია და ცოტათი მიქელ გაბრიელსაც თამაშობს და ცოტათი საკუთარ თავსაც. ძალიან კარგი ზუყნურია რეზო გაბრიელის სოფელის არის. და ძალიან კარგი ბოლო სიტყვაობა არის ზაზა ფირალიშვილის, რომელიც მე ვფიქრობ, რომ ბევრ ამის ხსნის, რაც ამ წიგნში არის. მოკლედ დიდი ინტერესით წავიკითხავთ. ერთი ამბავი შემატყობინეს, ერთ წინადადებაში ეტევა, დღეს დილით მომწერა ერთი გინიერების მაესტრომ, არიქა მიუსწარიო, თორე აღარ იქნება მალეო ბიბლიაში ეს წიგნებიო ბესტსელერი გახდაო და კარგი გავიქცევი მე ვთხარ. რას მიაღწევს ამ ბრძოლით ექიმი მკითხველმა უნდა გადაწყვიტოს, სწორედ მკითხველს რჩება ეს თავსატეხი. ნამდვილია სიკვდილი თუ მხოლოდ ამბავია, რომელსაც ადამიანი თხზავს. მადლობა ამ წიგნის პრეზენტაცია ჩვენს გადაცემაში რომ გადაწყვიტეთ არსენ გვენეტაძე, გიორგი კეკელიძე, ლიზა მოსიძე, მადლობა. პირველები ხართ. პრეზენტაცია ალბათ. პირველები ხართ და ხართ და პირველები. არხსაც ხო ეგრე ქვია. კი ბატონო, პირველები. მადლობა პირველ რიგში სტუმრობისთვის და ამ ამბის გაზიარებას. ერთის მადლობა ინტერესისთვის. თავარი წყარო.